თქვენ უყურებთ მაესტრო სახალ ამბებს გამოშვებას დღის სხვა მნიშვნელოვანი თემებით განვაგრძობთ. თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალმედია ჰოლდინგ ჯორჯიან ტაიმსის დირექტორს მალხაზ გულაშვილსა და მის ვაჟს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდები დაუსწრებლად გაასამართლებს. მალხაზ გულაშვილის მეუღლის ნანა გაგუას განმარტებით გუშინ ღამით მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ოქმი მიუტანეს, სადაც ნათქვამია, რომ მალხაზ და დავით გულაშვილებს საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 48 საათის განმავლობაში გაასამართლებენ. მისი თქმით, ბრალდება თავისუფლების 3-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. გულაშვილების ოჯახის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატი შალვა ხაჭაბურიძე დაიცავს. მალხაზ გულაშვილის მეუღლემ ნანა გაგუამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ოქმი გვიან ღამით მიიღო. სწორედ ამ ოქმიდან გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პროკურატურამ მალხაზ გულაშვილის და მისი შვილის დავით გულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ ბრალად 344 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული კანონის დარღვევა საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთა ედებათ. ეს დანაშაული 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოქმი უწყებოდა რომ ამადამ მუხლის, ამადამ ქვემუხლის, ამადამ საქმის და რაღაცების ფორმალობების შესავალი მალხაზ გულაშვილს და მის ვაჟს დავით გულაშვილს ბრალად ედებათ, უბრალოდ მიყენებული აქვთ მუხლი საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთის. მალხაზ გულაშვილის შვილთან ერთად მოსკოვში იმყოფება. მათი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მისი განმარტებით, კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის. ადვოკატი ამბობს, რომ გულაშვილს ცხინვალში შესვლით კანონი არ დაურღვევია. რაც შეეხება როკის გვირაბის გადაკვეთას, ქართველი მგზავრების გაჩერება იქ უკვე რუსი მესაზღვრეების პრეროგატივა იყო. მას კიდეც რო ჩაედინა და გადაეკვეთა საზღვარი კოდექსი პედაგოგიუნება, რომ ჯერ პირველ რიგში უნდა ყოფილიყო დაჯარიმებული და ამის შემდეგ შესაძლებელი იყო მეორე შემთხვევაში აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, ჩვენ თვლით და მიგვაჩნია დაცვის მხარეს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და მის მიმართ ეს პოლიტიკური დევნა განხორციელდა მხოლოდ ერთი მოტივით. ის არის მართლმადიდებელი, იბრძვის მართლმადიდებლობისთვის. მე მოსკოვში ვაფუძნებ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ფილიალს. ასევე დავაფუძნებ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ფილიალს ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, სადაც ქართველები ცხოვრობენ. ჩვენ შევეცდებით შევქმნათ ისეთი საკრებულო, სადაც აიმ იდეოლოგიის გარშემო გავერთიანდებით, რომელი იდეოლოგიასაც ქვია მართლმადიდებლობა და ბრალდება გულაშვილისა და მისი ვაჟისთვის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვს. სასამართლო ამ საკითხზე ბრალდებულების გარეშე იმსჯელებს. გამოძიება გულაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივით არგამაძის თქმით კი, ის ფაქტორი, რომ გულაშვილების საქართველოში არ იმყოფებიან, სასამართლოსთვის ხელშემშლელი პირობა არ უნდა იყოს. თუ ადამიანმა გააწყვეტა, რომ გაიქცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის გაიქცევა მთლიანად ვთქვათ მართლმსაჯულებას. ფიზიკურად არის გაქცეული, მაგრამ მართლმსაჯულება თავის გაწყვეტილებას მიიღებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მალხაზ გულაშვილის და მისი შვილის პროცესი ხვალ გაიმართება. გულაშვილის მეუღლე ნანა გაგუა პროტესტის ნიშნად სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. საერთაშორისო ნარკოკარტელის საქმე გრძელდება. დღეს 6 იუნის დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართა. გრიშა კომახიძესა და ლევან ღვინიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრებს თავისუფლების უკანონო დახკვეთა, გამოძალვა და ნარკოტიკების გასაღება ედებათ ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოკარტელის თემის გამოძიებასა და სხვა თანამძრახველების ძებნას განაგრძობს. ლევან ღვინიაშვილს და გრიგოლ კომახიძეს ბრალად ედებათ. მუგზარ ბოჭორიშვილისა და გიორგი ჩეშელაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. ამ ბრალდების გარდა საერთაშორისო ნარკოკარტელის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვაში ედებათ ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა სასამართლოს ლევან ღვინიაშვილისა და გრიშა კომახიძის წინასწარი დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა. სასამართლოს ადვოკატებმა ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა მაკაგველესიანმა მათი მიმართვა არ დააკმაყოფილა. ბრალდებულთა თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობს მათი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საშიშროება. ბრალდებულებს ლევან ღვინიაშვილს და გრიგოლ კომახიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვის ვადით დაპატიმრება შეუფარდა. ამ ეტაპზე არჩეული გვაქვს დუმილის უფლება. ეს იყო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. გამოძიებამ და პროკურატურამ მოითხოვეს წინასწარი პატიმრობა. მე მოვითხოვე, რა თქმა უნდა, გირაოს შეფარდება, მაგრამ არ დააკმაყოფილეს.
ლევან ღვინიაშვილსა და გრიშა კომახიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. მათ დაკავებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 პირი დააკავა. ყველა მათგანი გამოძიების ინფორმაციით სამხრეთ ამერიკიდან საქართველოში გამოგზავნილი ნარკოტიკის რეალიზაციის თანამონაწილეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით საქართველოში ნარკოტიკის ბიზნესს ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის დავალებით მეთვალყურეობდა. სწორედ ბოჭორიშვილის გატაცებასა და დაშინების მიზნით მისი სახლის გადაწვაში ედებათ ბრალი ღვინიაშვილსა და კომახიძეს. გამოძიების მტკიცებით ბრალდებულებმა ბოჭორიშვილს 10,000 ლარი გამოსცალეს. დარჩენილი თანხის ჩამოსატანად კი ბოჭორიშვილი ესპანეთში იყო წასული. ნუგზარ ბოჭორიშვილზე ქართულმა მხარემ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. საზოგადოებრივი მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით სტრასბურგში ორი საქმის გაგზავნას გეგმავს. მოპასუხე მხარე საქართველოს ხელისუფლება იქნება. მოძრაობის ლიდერ ეკა ბესელიას განმარტებით საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ გია ხიზანეიშვილისა და ზურაბ შაკაიასთან ჩუქების ხელშეკრულების იძულებით გაფორმებას, რის საფუძველზეც ხიზანეიშვილის ჭრელი აბანოები და შაკაიას რიყეზე არსებული 3 ობიექტი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. ამასთან ბესელიამ პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართა, რომელიც კერძო საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევით დაინტერესდება. ისტებმა ეს საქმეები შეისწავლეს, რამდენიმე განცხადება და საჩივარი გააგზავნეს მთავარ პროკურატურაში გამოძიების დაწყების საბაბით. მინდა გითხრათ, რომ 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს კომუნიკაცია, მაგრამ არანაირი რეაგირება ამაზე არ მოხდარა, გამოძიება არ დაწყებულა, ამიტომ ჩვენ მინდა გაცნობოთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება და მზად არის ორივე საქმე უახლოეს დღეებში გაიგზავნება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. პროკურატურიდან მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, ახლა გვარი და სახელი არ მახსოვს, დაბარებული ხართ მთელი თქვენი საბუთებით პროკურატურაში. მივიტანე ყველანაირი საბუთები, მე საჯარო რეესტრით ყველანაირად გაფორმებული იყო ეს ყველაფერი. ეს არაფერი არ გვაინტერესებსო, თქვენ უნდა გადააბაროთო, გადაასცეთო ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ ეს ქონება სახელმწიფოს.